ქართლის საინფორმაციო სამსახური განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას. ეს არის ახალი 6 სოფო ჩარკვეტაძესთან ერთად გამარჯვებათ. ნათლისღების დღესასწაული და საყოველთაო ნათლობა აჭარაში ბათუმში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში 113 ადამიანი დაქრისტიან და გუშინ ხამის 12 საათზე კი მრევლი ბარბარეს ეკლესიასთან შეიკრიბა და ზღვის სანაპიროზე ერთად შეასრულეს განბანვის რიტუალი. უკვე ტრადიციათაა რჩეული, რომ მორწმუნეები ზღვაში ერთად ჩადიან წყალში თაფლო, რომელიც ცოდვებისგან განწმენდის სიმბოლურ რიტუალს უკავშირდება. ბათუმში 20 წელია მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით სრულდება. ნათლავ პატარა თამარს ამ მნიშვნელოვან დღეს ჭეშმარიტად მთელი ქრისტიანული სამყაროზე იმოს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს. მინდა რომ პატარა თამარი იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანი და სულ ბედნიერება და სიკეთეს უსწრო. ეს არის ყოვლადწმინდა სამების განცხადების დღესასწაული, ნათლისღების დღესასწაული, დღე განწმენდისა, განსპირტაკებისა და ცოდვათა მიტევებისა. ულოცავს სრულიად საქართველოს სამწუხაროდ დღესასწაულს. ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით ნათლისღებას საქართველოში მდინარეებს აკურთხებენ. დღეს კახეთში მდინარე ალაზანი ეკურთხა. ლადოდეხის ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა ტაძრის წინამძღვარმა მამა ზურაბმა აღავლინა. ტაძარშივე შესრულდა წყალკურთხევის ცერემონიალი, რის შემდეგაც მდინარე ალაზანი ეკურთხა. დღესვე ლადოდეხში სასულიერო პირებმა ყველა მდინარე და წყალსატევი აკურთხეს. გულისასხოლობათ არის დღევანდელი ეს ტრადიციაც, რომელიც ყოველ წელს სრულდება. ალაზანი იკურთხება ამ ადგილას, ლაგოდეხის მთის მდინარეები იკურთხება ყოველ წელს და მთელ საქართველოში არის ეს ტრადიცია. 19 იანვარი ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული და წყალკურთხევის რიტუალი. კათოლიკოს პატრიარქი წმინდა სინოდის წევრებთან ერთად და სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლეს. წირვის დასრულებამდე სამების ტაძრის ეზოში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდა. წყალი მისმა უწმინდესობამ აკურთხა, შემდეგ კი ახლად ნაკურთხი წყალი ტაძარში მლოცველებს ასხურა. უკვე დილიდან მართლმადიდებელ მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ. ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ. განსაკუთრებით ავადმყოფობისა და განსაცდელის დროს. ნათლისღების დღესასწაული 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება განცხადდა, ასევე დაწესდა ნათლობა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადაარდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს. წმინდა სახარების მიხედვით მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სული წმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა, ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ. დღეს იკურთხება წყალი, დიდი აიაზმა, რომელიც არის მრავლებადი. შეგვიძლია მთელი წლის განმავლობაში გავამრავლოთ და ვიხმიოთ. ჩვენთვის როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ როცა ადამიანი ნათელს იღებს, ის სხვა გზას ადგება. მაცხოვრის გზას ადგება. რთულია, მაგრამ ალბათ საამაყოა და ღმერთ მაგდას რომ ყველა ქართველმა ამ გზაზე ღირსეულად იაროს. ხოლმე პატრიარქი მოსკოვში დაემგზავრება. წყალკურთხევის რიტუალის შესრულების შემდეგ მსახურება ისევ ტაძარში დაგრძელდა. დასასრულს უწმინდესმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა. სწორედ ქადაგების დროს მიმართა მისმა უწმინდესობამ მრევლს და ასნობა, რომ მოსკოვში საყურადღებო საკითხებზე იქნება მსჯელობა. მან მრევლს თხოვა ილოცონ ღვთისმშობლისადმი, როცა შეძლებენ. ქადაგების შემდეგ კი პატრიარქმა 26 გვარი დალოცა. Tell საქართველოს რომ ილოცოთ, რადგან მეტად რთული და ჩვენთვის საჭირო საკითხები იქნება განხილებით. პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოსახლეობას საუფლო დღესასწაულს ულოცავს. უფალი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი. ასე იწყება ბიძინა ივანიშვილის Facebook-ის გვერდზე მილოცვის ტექსტი. ნათლისღება ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულია. ამ დღეს სახარების თანახმად იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ძველი ქართველები ამბობდნენ, ნათლისღებას აღებული უბრალო წყალიც არ იხსნებაო. მიაჩნდათ, რომ ამ დღეს ყოველი მდინარის ნაკადულის თუ ხევის წყალს ისეთივე მადლი ეძლეოდა იორდანეს, რომ მიეცა მაცხოვრის ნათლობისას. ფარავდეს სრულიად საქართველოს ნათლისღების მართლი. ეს არის პრემიერ-მინისტრის მელოცვა საქართველოს მოსახლეობისადმი.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეთიმ ირაკლი ციციშვილის გარდაცვალების გამომწუხარებას გამოთქვამს, მინდა კვლავ მადლიერებით მოვიგონოს შესანიშნავი ეთიმი და ადამიანი. სამძიმარე გამოუცხადო მის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს, მათთან ერთად ვიზიარებ ირაკლი ციციშვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილსა და მწუხარებას. ნათქვამია სოციალურ ქსელში პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. პედიატრი ირაკლი ციციშვილი დღეს გარდაიცვალა. სამშვიდობო მისიისთვის კიდევ ერთი ქართული ბატალიონი ემზადება. ქართველი სამხედროები ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში აისაფის ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას. ისინი თავიანთ თანამებრძოლებს ჩაანაცვლებენ. 33 ბატალიონის სამხედრო წვრთნას დღეს ჩემი კოლეგა გიორგი მანჯავიძე დაესწრო. დეტალებზე ისახლა პირდაპირ ეთერში ისაუბრებს გიორგი დისმეთ. მესამე ქვეითი ბრიგადის 33 ბატალიონი აისაფის ოპერაციაში უკვე მეორედ მონაწილეობს. ისინი თავიანთ თანამებრძოლებს მე-12 ბატალიონიდან გეგმიური როტაციით ჩაანაცვლებენ ჰელმანდის პროვინციაში. ამ 33 ბატალიონის მებრძოლებისთვის ჰელმანდის პროვინციაში არსებული სიტუაცია მათი უმეტესი ნაწილისთვის ყოველ შემთხვევაში ნაცნობია, თუმცა მიუხედავად ამისა ისინი გეგმიურ ცნებს საქართველოში გადიან და დღეს ჩვენი გადამდგრები ჯგუფი ამ ცნების დასკვნით ეტაპს დაესწრო. ამის შემდეგ უკვე ტრადიციულად ქართული ჯარისკაცები გერმანიაში ჰოენფელდის საცნო ბაზაზე გაემგზავრებიან. რაც შეეხება მზადყოფნას, გვყავს ჩვენ ზემდგომი ინსტრუქტორი, რომელიც ჩვენ სწავლებას გვატარებს და ამ ეტაპზე აქ საქართველოში ბატალიონის ფაზა რო დამთავრდა, ბატალიონმა მიიღო შეფასება დადებითი. აქედან გამომდინარე, რაც შეეხება პირად შემოადგენლობას, мотиваცია არის ძლიერი. ყველა მიცის, ყველას გათავისებული აქვს თუ სად მიდიან და რამხელა მისი ელოდება და რამხელა ამოცანა უნდა შეასრულონ. 33 ბატალიონთან ერთად გეგმიურ როტაციას განახორციელებს ასევე 42 ბატალიონი. ისინი 22 ბატალიონს ჩაანაცვლებენ ჰელმანდის პროვინციაში. უფრო დეტალურად ამ როტაციისა და ზოგადად ცნობის შესახებ ჩვენ 9 საათიან გამოშვებაში შეიხილავთ რეპორტაჟს და ამას გარდა რეპორტაჟის შემდეგ ჩვენ ჩაგვერთვება გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე ბატონო ვლადიმერ ჩაჩიბაია. დიდი მადლობა გიორგი მანჯავიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. აფხაზეთზე გავლით რუსეთში სარკინირზო ხაზის აღდგენაზე საუბარმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აცრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ქვეყნის პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმცირესობას იდეა არ მოეწონა. აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით იგი საქმის გულში არ არის, რადგან აფხაზეთის ხელმძღვანელობისთვის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით არავის მიუმართავს. საქართველოს რუსეთს შორის სარკინირზო ხაზის აღდგენამდე რკინიგზის საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღებასა და სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენის აუცილებლობაზე საუბრობს პოლიტოლოგი სოსოცის ტარიშვილი. ამ გზის აღდგენის სკეპტიკოსებს ვთხოვ დააკვირდნენ რუკას და გააცნობიერონ რის წინააღმდეგ გამოდიან ისინი. თუ კი ეს ვინმესთვის შიშის საფუძველს წარმოადგენს რუსეთის მხრიდან, მაშინ ფობიებს უკურნალოს საკუთარს, არა იმიტომ რომ ანგელოზია რუსეთი, არამედ იმიტომ რომ ამ გზას ბევრად უფრო მეტი დამცველი ეყოლება ვიდრე საქართველო. პრეზიდენტის რეზიდენციასთან გაერთიანება ერთსულოვნების ორგანიზებით ხვალ ერწოდებული ღირსების შეკრება გაიმართება. ხვალ ავლაბარში ისინი საჯაროდ გამოაცხადებენ სააკაშვილის პრეზიდენტობის საკონსტიტუციო ვადის დასრულებას. მათი ვეთქმით საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილის დარჩენა მოიტანს არეულობას და ვინც ამას ეთანხმება, ის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს. ორგანიზაციამ 5 იანვარს მიხეილ სააკაშვილის ultimatumi წაუყენა და 20 იანვრამდე მისი გადადგომა მოითხოვა. ამ მოთხოვნით გაერთიანება ხელმოწერებსაც აკროვებს. ჩვენ შევიგებთ ყველა აბსოლუტურად იმისათვის, რომ განვიხილოთ ხვალინდელი დღის გეგმები. ჩვენ რასაკვირველია, კი გვაქვს ეს გეგმები ყველაფერი, მაგრამ უშუალოდ გავაცნოთ ხალხს. ყველა ის ახალგაზრდები წლების მანძილზე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა, ყველანი ხვალ პირველ საათზე ვიკრიბებთ ალბათის რეზიდენციასთან, სადაც განუცხადებთ იდეას, რომელიც კოალიცია ერთსულოვნებას ეკუთვნის და ამას ყველა უერთდებით და ვეთანხმებით, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა დაასრულოს თავისი საპრეზიდენტო ვადა. პოლიტიკატივები რომელებას დავტოვეთ საქართველოს ციხეები, ვიერთდებით იმ აქციას, რომელი აქციასაც უკეთებს ორგანიზებას ერთსულოვნება და მოვითხოვთ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომას. აქცია საზოგადოებრივმა უწყებელთან აზარტული თამაშების რეკლამის արձალვის მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაცია ეროვნულ-რელიგიურმა ინსტიტუტმა აქცია გამართა. აქციის ორგანიზატორი ზვიად ტომარაძის განცხადებით, ორგანიზაციამ აზარტული თამაშების რეკლამის արձალვის მოთხოვნით კანონპროექტი მოამზადა და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრ შტობა დავითაშვილს მიმართა. ტომარაძის თქმით, უახლოეს მომავალში დავითაშვილი აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტში წარადგენს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ეროვნულ რელიგიურმა ინსტიტუტმა შეიმუშავა კანონპროექტი აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვასთან დაკავშირებით შესახებ. ჩვენ ამ კანონპროექტით ვიმართეთ ბატონ კობადავით და შუც ბატონ ნიკობა უახლოეს მომავალში წარადგენს ამ კანონპროექტს პარლამენტში. ჩვენი დღევანდელი აქციის მიზანია მოუწოდოთ პარლამენტარებს ხარი დაუჭირონ ამ კანონპროექტზე. დღევანდელი აქციის მიზანი არის ის, რომ შევახსენოთ ტელევიზიას, მედიას ზოგადად, რომ სათამაშო ბიზნესი არის დღეს საქართველოში, თბილისში ახალგაზრდების პრობლემა, რომელსაც ხელს უწყობენ თვითონ რეკლამირებით. სუიციდის მცდელობა ბორდან ხმელნიცკის ქუჩაზე 56 წლის ლიანა ნებიერიძემ თვითმკვლელობის მიზნით ბენზინი რა დაესხა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული. თვითმკვლელობის მცდელობის აღკვეთა პატრულის თანამშრომლებმა მოახერხეს. 46 წლის ალბატორმა თავის დაწვა საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების გამო გადაწყვიტა. ის ამჟამად შვილიშვილებთან ერთად ავტოფარეხს აფარებს თავს. ლიანა ნებიერიძე დახმარებას მაჟორიტარ დეპუტატ ნუკრი ქანთარიას თხოვს. გამოსახების მოტივი იყო ის, რომ ქალბატონმა გადაისხა საწვავი სუიციდის, ანუ პრობლემის მიზნით აპირებდა თავის დაწვას. ადგილზე დახვდა ქალბატონს თქვენა განსაცმელზე თავიდან დაწყებული გადასხმული აქვს საწვავი. ჩემი რას ვითხოვ, ჩემი რა შვილო, რომ ჩამიდომ ბაგში და შევიდე ჩემ ბინაში, ჩემი გვრის ახსოვარი, ჩემი ნაშრომი, ჩემი ნაწვალებია, ჩემი გაკეთებულია. გადამაგდეს დიდ ფულში შვილო, ძალიან დიდ ფულში გადამაგდეს. ერთი ქალი არის, მაია ჰქვია. ვისაც რომ ამისი ვალი აქვს, მოსატანი. და ესე დაიხვია ხელზე, ატყუა და ატყუა. რობინას გავყიდი და აი მოგიტან და ესე და რა ვიცი რა. აი ესე ატყუა და იმის იმედზე იყო დარჩენილი ეს. რომ იმის იმედით ადგებოდა და იმ მოვალეს გაისტუმრებდა. თურქეთში ქალაქ სამსუნში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული ინტერნეტ გამოცემები ავრცელებენ. სამართალდამცველების განცხადებით მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ნასვამ მდგომარეობაში იყო, ბრალდებული უკვე დაკავებულია და საქმესთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. თურქეთში საქართველოს საკონსულოში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ამ დროისთვის არ ფლობენ. მე არ ვიცი მოკლეს თუ არა, იმიტომ რომ მაგ ჯერ დამტკიცებული არ არის. მინარევს გამოძიებოთ ჩვენ კონტაქტი გვაქვს ქალაქის შესაბამის ორგანოებთან. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია დაკავებული არის თუ არა ეჭვმიტანილი? მე უსწავლად ამას ვერ გამიგასწორებ. შეიძლება ადგილობრივ საიტზე რაღაც ინფორმაცია მაგრამ უსწავლად ამას ვერ გამიგასწორებ. ქუთაისის საქალაქო სასამართლო სემეტის თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს განიხილავს. რამდენიმე საათის წინ სასამართლომ გურამ ჩალადაშვილს 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ის ბრალდებული სტატუსით დაიკითხა გამოძიების ინფორმაციით სემეტის თავმჯდომარემ წყალტუბოს რაიონის ერთ-ერთ სოფელში მდებარე რესტორანში ელექტროენერგიის უმიზეზოდ დათიშვის დავალება დასცა. თავის მხრივ გურამ ჩალადაშვილი აცხადებს, რომ რესტორანში მან დამწვრისურნი იბრძო, რაც სავარაუდოდ ელექტროსადენებით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. სემეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მან ადამიანების უსაფრთხოების მიზნით მიიღო. მისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე სასამართლო 6 საათზე შეიკრიბა. ქუთაისის ვრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი თორნიკე ხურციძე ბოლო ინფორმაციით. თორნიკე, გისმენთ. სულ ცოტა ხანში გახდება ცნობილი, შეუწყდება თუ არა თანამდებობრივი უფლებამოსილება სემეკის მოქმედ თავმჯდომარის გურამ ჩალაგაშვილის მოსამართლე ამ წუთებში მსჯელობს ეპირი მოსმენის გარეშე აღნიშნულთან დაკავშირებით თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პროკურატურამ სასამართლოს დღეს მიმართა, დღესვე გაიმართა ჩალაგაშვილის სასამართლო პროცესი. მას ბრალად თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება აედება. საუბარია ჩალაგაშვილის მხრიდან გაცემულ ბრძანებაზე, რის შედეგადაც ქუთაისში 12 იანვრის ღამეს რამდენიმე წუთის განმავლობაში ელექტროენერგია იქნა გათიშული. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ჩალაგაშვილისთვის 10000 ლარიანი გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ამას 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა. სემეკის თავმჯდომარის ადვოკატი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს, ნაციონალურ მოძრაობაში კი პოლიტიკური ნიშნით ეწოლას ესაუბრობენ. არ არსებობს არანაირი სახის ფორმალური კიდე პროცესუალური საფუძვლები, რათა გახედრუნიზება ზოგადად გამოყენებული ყოფილიყო ჩემი და სხვის ყოფილის მიმართ, მაგრამ სამწუხაროდ სასამართლომ მაინც გამოიყენა მის მიმართ ახედრუნიზების სახე გირაო, ოღონდ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შემადგენლობა და 10000 ლარის ნაცვლად 3000 ლარი დააკისრა. ძელდება ისევე პოლიტიკური დევნა, რეპრესიები თუ შეიძლება ისე ითქვას. უკვე აღარც კი ფიქრობენ იმაზე რა ბრალდება შეიძლება წაყვან, ოღონდ რამე ბრალდება იყოს სულ ერთია მათთვის, მათი მოგონებული ბრალდებები. თავარი
შინაარსი მე რამდენადაც ვფიქრობ არის ის, რომ უფლებამოსილება იქნება შეჩერებული და მხოლოდ ამის იყო ამ ხელა სპექტაკლი დადგმული მათი მხრიდან. ჩალაგაშვილის საქმეზე დღეს სპეციალური კომენტარი მეცხრიარხთან ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემაც გააკეთა. მისი თქმით, ჩალაგაშვილის ქმედება აშკარად შეიცავდა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებს და მომხდარი სემეკის თავმჯდომარის მხრიდან ენერგოკომპანიის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლა შეაფასა. ადამიანი, რომლის ასე რომ ვთქვათ, ვალდებულებაში შედის და ის უნდა იყოს მოტივირებული იმით, რომ ენერგოკომპანიები გამართულად მუშაობდნენ ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის მოსახლეობისთვის იყოს, ასე რომ ვთქვათ, გამართული იმის მაგივრად, რომ ესაკონტროლოს, ტარიფების შეამციროს, ტარიფების შემცირებაზე იზრუნოს, ადამიანი აკეთებს ისეთ რაღაც, რაც მიუღებელია და ეს არის ზუსტად, რასაც თქვენ ბრძანებთ, ჩარევა ენერგოკომპანიების საქმიანობაში, რაც არც ერთ თანამდებობის პირის უფლებას ნამდვილად არ შეეფერება. გურამ ჩალაგაშვილის ბრალის 333 მუხლის პირველი ნაწილით აქვს წაყენებული, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ასე შეუწყდება თუ არა თანამდებობრივი უფლებამოსილება სემეკის მოქმედ თავმჯდომარეს და რა მოხდა 12 იანვრის ღამეს რესტორან ამირანში. ნახეთ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. დიდი მადლობა 12 ზერგვართებოდა ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ამ დროისთვის შეუფერხებლად მუშაობს. დღეს პირველ საათზე ავიაკომპანია აირზენას რეისი ბათუმი-კიევის მიმართულებით უამინდობის გამო 15 საათამდე გადაიდო. ამ დროისთვის შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზებიც. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი რამდენიმე დღეა უამინდობის გამო შეფერხებით მუშაობდა. ავიახაზების წარმომადგენლების ინფორმაციით ამ დროისთვის შეფერხებები მოხსნილია. გორში არსებული სახალხო დარბაზის წევრები 2009 წლის მაისში ეგრეთ წოდებული მუხროვანის ამბოხის დროს დაკავებულ სამხედრო პირებს შეხვდნენ. ოფიცრები შოთა გურდიაშვილი და ზურაბ ზიშვილი 2009 წლის მაისში დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს და 3 წლიანი პატიმრობის შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით ამნისტიით დაათავისუფლეს. დარბაზის წევრების განცხადებით აუცილებელია მათი რესოციალიზაცია და უფლებების აღდგენა. სანამ დამაპატიმრებდნენ მანამდე გორში მსახურობდი თავის თავაცხადია და ვიცნობ ქალაქის საზოგადოებას. ჩემთვის დიდი პატივია მათთან უბრძანება. შემდეგ უკვე ვექნება საუბარი და უფრო ახლოს იქნება ჩვენი გაცნობა. ვცდილობთ რომ მათ ესე ვთქვათ რესოციალიზაციას შეუწყოთ ხელი და რომ მათ ცოტაოდენი სიტყვა იგრძნონ ჩვენგან. ახმეტაში სტალინის ზერლი კიდევ ერთხელ ირცა საზოგადოების განშის საკითხად. ზემო ალვანში ბელადის ზერლს საღებავი შეასხეს. ადგილობრივებმა ამის შესახებ მხოლოდ დღეს დილით შეიტყო. სოფლის მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ზერლის დაზიანება წინა ხელისუფლების მხარდამჭერებმა სცადეს. იმ ადამიანებმა, ვინც მონუმენტის დადგმას ეწინააღმდეგებოდა. ზემო ალვანის რწმუნებულმა ლევან მაჭარაულმა ფაქტის შესახებ პოლიციაში შეტყობინება უკვე გააგზავნა. ადგილზე ნაპოვნია მანქანის დასახები, რომელიც სოფლის მოსახლეობის თქმით შესაძლოა ნივთმტკიცებად ჩაითვალოს. სტალინის ზერლი ალვანში 1 წლის წინ აიღეს, თუმცა 21 დეკემბერს მისი დაბადების დღეს მოსახლეობამ ის საკუთარი სახსრებით აღადგინა და პირვანდელ ადგილზე დააბრუნა. არც ერთი თუში მაგას არ გააკეთებდა. ყოველ შემთხვევაში თუ არ უყვართ, თუ არ მოსწონთ, გაიარა გვერდზე რა და ნუ შეხედავ. ვფიქრობთ ყველანი ეს არის პროვოცირებული წინა ხელისუფლების მიერ. ნოკოლოს აეროპორტიდან სპეცრეისით გამოგზავნილი კრიმინალური ავტორიტეტის დედ ჰასანის ცხედარი საქართველომ არ მიიღო. ინფორმაციას რუსული ინტერნეტ გამოცემა Live News-ი ავრცელებს. საინფორმაციო პორტალი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვლილი ახლობლებმა და დაცვამ სულ 29 ადამიანმა დონეცკის აეროპორტამდე მიაცილა, სადაც ცხედარი მებაჟიებმა შეამოწმეს. როგორც Live News-ი უწყება, სპეცრეისით წამოსული ტვირთის მიღებაზე თბილისის აეროპორტმა უარი განაცხადა. თბილისის აეროპორტის პრესსამსახურით სატელეფონო საუბრისას ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ აეროპორტს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცემის უფლება არ აქვს. პრესსამსახურის თანამშრომლის განმარტებით ცხედარი ერთ-ერთი ავიაკომპანიის საშუალებით უნდა გადმოესვენებინათ. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრეს ნიუსის ცნობით, მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ უარი თქვა ცხედრის მიღებაზე, მოსკოვში გაემგზავრნენ ასლან უსოიანის მეუღლე და ქალიშვილი. დედ ჰასანი 16 იანვარს მოკლეს. სააგენტო ინტერფაქსი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სროლა სნაიპერის იარაღიდან ოპტიკური დამიზნებით განხორციელდა. დაჭრილი კრიმინალური ავტორიტეტი საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მალევე გარდაიცვალა. კომპეტენციაში სამწუხაროდ ეს არ შედის, იმიტომ რომ
საუბარია კონკრეტულ ავიაკომპანიაზე და კონკრეტულ კლient-ზე, ანუ ეს არ არის ჩვეულებრივი რეისი, როგორც ხვდებით, მსგავს შემთხვევაში ხორციელდება ხოლმე ჩარტერული რეისი. ანუ რახან არის ესეთი შემთხვევა, რომ ხედარის მოსვენება და მე ამ შემთხვევაში ვერანაირი ინფორმაცია ვერ გავჩენ ამასთან დაკავშირებით. მართალობით ხართ მაქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ რომც მქონდეს არ მაქვს უფლება, იმიტომ რომ კონფიდენციალური ინფორმაცია არის სრულიად ავიაკომპანიის. არცია პირადი ცხოვრების ხალხშეუხებლობის დასაცავად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა დღეს ჯერ პრეზიდენტის რეზიდენციასთან, შემდეგ კი მთავარ პროკურატურასთან გამართეს. ჩვენ ვაპროტესტებთ ადამიანების დაშანტაჟებას და ჩაგვრას სექსუალური ორიენტაციის ნიადარზე ნათქვამი იყო მიმართვაში, რომელიც ორგანიზატორებმა Facebook-ის მეშვეობით გაავრცელეს. შევახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მთავარმა პროკურატურამ სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. განცხადებასთან ახლდა ჰომოსექსუალი მამაკაცების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა, რომელიც პროკურატურისავე ინფორმაციით მაღალჩინოსნების მხრიდან შანტაჟის მიზნით გამოიყენებოდა. არციის მონაწილეები პირადი ცხოვრების ხელყოფაში ძველ და ახალ ხელისუფლებას ერთნაირად ადანაშაულებენ და მათთან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. ის რაც ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ ტელევიზიით არის აღმაშფოთებელი ამას რსენი და ეს აქცია ემსახურება სწორედ ასეთი პრაქტიკის გაკრიტიკებას. ერთი ხელისუფლება იცვლება მეორეთი, მაგრამ მეთოდები რჩება იგივე ესე გამოდის. და ჩვენ ვაპროტესტებთ ამას, მინდა რომ იყვნენ ხელისუფლება მაქსიმალურად ხალხის მხარეს და არ ხდებოდეს ასეთი დოზით ჩარევა მათ პირად ცხოვრებაში. ჩაწერაც იგივე დანაშაულია, როგორც გავრცელება და ორი ხელისუფლების ჭიდილში ჩვენ რიგითი მოქალაქეები არ უნდა ვიჭედებოდეთ. აქ ზუსტად ის ფაქტები გვაქვს, რომ ერთი ხელისუფლება მეორეს აშავებს და ზარალდება LGBT მოქალაქე. ან ნებისმიერი მოქალაქე დაზარალდება, ვისი ვიდეო კადრიც არსებობს. ნათლისღების დღესასწაული დღეს იაშვილის კლინიკაშიც აღნიშნეს პატარებს ნათლისღება დისნეის გმირებმა მიულოცეს. დასართობი ცენტრის დისნეის სამყაროს წარმომადგენლებმა პატარებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. დისნეის სამყარო ატარებს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის გასართობ შემეცნებით პროგრამას. დღეს კოსტიუმირებული გმირები ესწრნენ ჩვენს ბავშვებს, გადასცემენ საჩუქრებს. ძალიან გახარებულები არიან ხოლმე ბავშვები, ძალიან ხარია ესეთი ღონისძიებები და ძალიან ბევრი სტუმრები მივიღოთ ამ ახალ წლების პერიოდში და საბავშვო ანსამბლმა გვერილამ საახალწლო კონცერტების სერია დაასრულა. კონცერტი დღეს მუშტაეთის ბაღში გაიმართა. ღონისძიებაში მომღერალი ბესო კალანდაძეც იღებდა მონაწილეობას. კონცერტზე სიმღერები ძირითადად ქართული კინოფილმებიდან შესრულდა. სტუდია გვერილამ საახალწლო კონცერტები 17 დეკემბერს დაიწყო. დღევანდელი დღე ალბათ ეს ის დღე არის, რომლითაც ჩვენ ამ საახალწლო პროგრამის ჩვენებას ვამთავრებ. და ჩვენ გვექნება ესე იგი საახალწლო პროგრამის გარდა სხვა კონცერტები, სადაც ესე იგი სტუდია გვირილა მიიღებს მონაწილეობას. ბედნიერი ვარ, რომ აი ამ საქველმოქმედო აქციაში ვიღებ მონაწილეობას. ბედნიერებას უსურვებ ყველას. კარგი იქნება უფრო მრავლად რო იყოს, ბავშვები გაიხარებენ. ჩემი შვილიც აქ ღებულობს მონაწილეობას. სოფლიო ჰიტები თბილისის საკონცერტო ორკესტრის შესრულებით ბიგბენდი კონცერტებისთვის ემზადება 25 იანვრიდან ორკესტრი ღონისძიებებს საქართველოს უნივერსიტეტებში ჩაატარებს. ზაურ შალბულიძე, მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, მარი პავლიაშვილი, ალეკო ბერძენიშვილი, თაკო გაჩეჩელაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ბორის ბედია და ის მომღერლები არიან, რომლებიც ბენდის თანხლებით სპეციალურად სტუდენტებისთვის იმღერებენ. კონცერტებზე დასწრება ნებისმიერ სტუდენტს უფასოდ შეუძლია. თბილისის საკონცერტო ორკესტრი აგრძელებს ფანტასტიკურ ტრადიციას და ატარებს უფასო კონცერტებს თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში. ეს ტრადიცია მრავალი წლის წინ, ამ ტრადიციას მრავალი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის შესანიშნავი ტრადიცია, იმიტომ რომ ატარებს საგანმანათლებლო ფუნქციას და ყოველ წელს ფაქტიურად დარბაზების სავსეა, ანუ ეს მუსიკა მოთხოვნადია. პროგრამას ქვია მსოფლიო ჰიტები თბილისის საკონცერტო ორკესტრის შესრულებით. ვიწყებ
ვიყავთ საკონცერტო სერიებს, ასე რომ გელოდებით ყველას უნივერსიტეტებში და უმაღლეს სასწავლებლებში მობრძანდით, იქნება უფასო კონცერტები. გემოვნებიანი მუსიკა იქნება, იმიტომ რომ შეუძლებელია big band-მა დაუკრას, თქვათ, უგემოვნო და მდარე ხარისხის მუსიკა შესაბამისად, მე პირველ რიგში სტუდენტებს ვთხოვ, რომ მობრძანდნენ, იმიტომ რომ ეს არის მათთვის. დღეს კაფე ფრონტლაინში მუსიკოსმა დინი ვირსალაძემ საკუთარი ნახატები გამოფინა ვერნისაჟი დღეს დაიხსნა. საზრდოობა მუსიკოს დინი ვირსალაძის 20 ფერწერული ნახატი პასტელითა და აკვარელითაა შესრულებული. ეს გამოფენა დინი ვირსალაძისთვის უკვე მე-11-ია. ვერნისაჟი ერთი კვირა გაგრძელდება. ნახატები ძირითადად არის პასტელში გაკეთებული, პასტელით არის ნამუშევარი და თემატიკა არის სხვადასხვა. აქ ძირითადად ხედავთ ნაწილმეოტრეს, თუმცა ცხოველების თემაც არის და პორტრეტებიც არის რამდენიმე. ფერწერულად არის ძალიან კარგად შესრულებული და ისევ იმას ვიმეორებ, რომ ძალიან ჰაეროვანია და მუსიკალური და ამით მე სამშაბათამდე გამშვიდობებით, ყველას მშვიდობიან ხამას და სასიამოვნო კვირა დღეს გისურვებთ. 9 საათზე ახალ ამბებს ნინო ვარდასანიძე გადაცემს. მადლობა რომ გიყურებთ. ნახვამდის.